დღეს ჩვენ გავაკეთეთ სახლური ხინკალი. სახლური 1 კილო ქვილზე 400 გრამი ძალიან ცივი წყალი. აი თვალის ზომით რა. წესით საკმარისია, იმიტომ რომ წყალში ცხო უნდა ვუქნათ მარილი. ეს წყალი შეიძლება ცოტა მოგვეჩვენოს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვამყოფინოთ, რომ კარგი ხინკლის ცომი გამოვიდეს. ახლა უნდა ვიჭიდაოთ ცომთან. 4-5 თავი და 2. ცომა დაიჩვენოს. Мария Грамдин. Мария თვალის ზომით. Будем доверять моему глазу. Цицакас თვალის ზომით. ცოტა ბევრი ამოგვიდეს. აჰა, ცირას თვალის ზომით ბევრი არ უნდა თან თავის გემოზე რო არ წაიყვანოს. Что-то киньте. შეგიძლია მოულიო. Фарш у нас эркефевари кило конвейс хорци, да, კიდე 500 გრამი ღორის ხორცი. ხალხი შემოგიდა ცივ წყალს. ხინკალი იყოს წნიანი. ჩემი კოუზი. ტესტ. ცომი გავასვენებთ მაცივარში და უკვე მზად არის გასაბრწყინებლად. 9 საათი გავაჩერეთ. ნახე ოლგა. ახლა ჭრით. ვამზადებთ გასაბრწყინებლად. ხილში რომ ერთმანეთს არ დაეკროს. ცოტა რთულია. ძალა უნდა ძალა. მალადეც. შეეცადე რომ წრე გამოვიდეს. პასმატიკა კოუჩი წრე. Профессионально. Все, уже ты тоже профессионал. Так? Радление штучками. ამბობენ რომ იდეალურ ხინკალს უნდა ქონდეს 19. მე შვებით ეს, ნახე. აი ესე. ფრჩხილები არ შეარჯო, იცადე თითის ბალიშებით. ცოტა წვენი ამოვიდა, აქამდე წვენი არ უნდა ამოვიდეს. ნახე როგორ ლამაზ გამოდის, მე ცოტას რომ მოაჭრი ამას აი ეს თავზე. Еще подрезать. Вот. ოლგას ძალიან ლამაზი ხინკალი გამოუვიდა პირველი სტილისთვის. всё, წამოდიხა ჩაყარე ხინკალი. მარილი ჩავყავოთ. ხინკალს ვაგდებთ ყოველთვის უკუღმა, აი ესე. ფერთხავს ცოტა ფქვილისგან. всё, ხინკალს რო ჩავყრით, მე ქვაბი ესე უნდა შევანჯღრიოთ, რომ ერთმანეთს არ მიეკროს. ცოტა ხანში, ცოტა მოვუვით. ძალიან მაღალ ცეცხლზე უნდა ხინკლის ფარში.ალი რომ მოიხარშება, კარგი და პრიალა რო იყოს, უნდა გამოვთოთ. ავამატოთ 1 ჭიქა ცივი წყალი, ურწუჩი ამოვიხოთ. მამა როგორია? კარგია. კარგია. იდეალურად.